ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამა ინფორმატორს, რომელშიც გაიგებს სოფლიო შოუ-ბიზნესში მომხდარ სიახლეებს. თქვენთან ერთად ვარ მე, კატო, და მოდით თავდაპირველად ჩვენთან მომხდარ სიახლეებს გავეცნოთ. როგორც ინფორმატორისთვის გახდა ცნობილი, კახუჩელა ახალ ვიდეო კლიპს იღებს. სიმღერა ისევ მიდიხარ, ბევრისთვის კარგად ცნობილია, რაც შეეხება კლიპს. ეს კახეთის კერძის პირველი ვიდეოა კომპანია არტიმედში გაერთიანების შემდეგ. კლიპში აღმოსავლური ელემენტებია გამოყენებული და მონაწილეობას ბოდი არტის ჩვენებაში მონაწილე გოგონები მიიღებენ. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. მესამე ალბომი და პირველი კლიპი ნამუშევარი თან კომპანიასთან დაკავშირებით, და საინტერესო ის არის, რომ მე ამიხარია, რომ ახალგაზრდა რეჟისორების ხელოვნებაში ვიღებ მონაწილეობას და ძალიან სიამოვნებს ყველა მიცის ყოველთვის საინტერესო ახალ რეჟისორებთან და საერთოდ შემოქმედებით ხალხთან ურთიერთობა. სიმღერა არის სახელწოდებით ისევ მიდიხარ. ისევ მიდიხარ, ისევ შორო. ხალბატონი მედიაძიძიგური მღერო და არაჩვეულებრივად ძალიან კარგი სიმღერა იყო ყოველთვის და უბრალოდ ძალიან მომწონდა. მე უბრალოდ მინდა რომ ის გავახსენო, რომ ის ქალი როგორ მღეროდა, როგორი იყო ეს სიმღერა დაწერილი თავიდანვე, აი ქართული სინამდვილე. მე გავაკეთე, ამის თანამედროვე ვარიანტი, ვთქვათ, ესე ვთქვათ, ევრაზიის გაერთიანება, რაღაც ევროპისა და აზიურის და ქართული სულით, როგორც ყოველთვის, ვცდილობ, რომ რაღაც ესე გამოიყურებოდეს. ესეც არის, მე მგონი, კლიპსაც ეტყობა და რა თქმა უნდა, აუდიო ვერსიასაც. კახეთის კარიდის კლიპის გადასაღებ მოედანზე ჩვენ მომღერალი მაია დარსმაილძე ვნახეთ, რომელმაც გაგვიმხილა, რომ ახალ ალბომზე მუშაობს. ეს ალბომი სრულიად განსხვავებული იქნება და ალბომის დიზაინიც თავად მომღერალს აქვს მოფიქრებული. აქვე ისიც შევიტყვეთ, რომ სულ მალე ის სტეფანესთან ერთად ჩაწერილ სიმღერაზე კლიპსაც გადაიღებს. ეხლა სიუჟეტი ვნახოთ.
არის ინტენსიური მუშაობა ძალიან, რა ვიცი, დავიწყე მუშაობა ალბომზე. კახუჩელასთან დუეტი თითქმის უკვე დამთავრდა, ეხლა დაიწყება ჩაწერები უკვე ვოკალის, თორე დანარჩენი ყველაფერი დავამთავრეთ და სოლო სიმღერებზე. რა ვიცი, ჩემი და სტეფანეს კლიპის გადაღებასაც ვაპირებთ და ძალიან ბევრი სიახლე იქნება ჩემი მსმენელისთვის და მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საყვარელი მიმდინარეობა იქნება როკი და სავარაუდოდ ალბათ 12 სიმღერა შევა. რა ერქმევა ჯერ არ ვიცი, თუმცა დიზაინი უკვე მოფიქრებული მაქვს და ახლავებით რა იქნება. ვეცდები რომ არ ვიყო ტრადიციული. კახუჩელასთან მუშაობას რაც შეეხება, ძალიან კარგი მეგობრები ვართ ჩვენ ერთმანეთის და აქედან გამომდინარე მუშაობაშიც ძალიან საინტერესო პროცესია ეს ჩვენთვის კიდევ ერთი რაღაცა კარგი აღმოჩენაა ერთმანეთისთვის. რამდენად მოვახერხებ, არ ვიცი, თუ დამრჩება დრო დასასვენებელი, დიდი სიამოვნებით დავისვენებ სადმე ზღვაზე. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.